საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მეფე დავითთან და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ხელნაწერები. დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა. ამ სახელწოდების გამოფენა წმინდანის ცხოვრებასა და სახელმწიფოებრივ კულტურულ მოღვაწეობას ეძღვნება. დავითობას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოეხმაურა იმ კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის გამოფენით, რომელიც დაცული არის ჩვენს ცენტრში. ზოგადად თუ კი რამე ვიცით დავით აღმაშენებელზე, ყველა ისტორიული წყარო არის სწორედ ჩვენთან ხელნაწერებში დაცული. დავითი არის ალბათ ის კლასიკური მოვლენა, როგორც საქართველოს ისტორიაში და შეიძლება ითქვას მსოფლიო ისტორიაშიც, რომელმაც განახორციელა ღონისძიებები, რითიც ფეხზე დააყენა სახელმწიფო. და სწორედ ამ წყაროებიდან ვიგებთ მან რა ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად. რა იყო ეს? განათლების რეფორმა, სასამართლო რეფორმა, სამხედრო რეფორმა, საეკლესიო რეფორმა. შეიძლება რეფორმა არც დავარქვათ ამას, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რითიც მან საფუძველი ჩაუყარა გამართული ქართული სახელმწიფოს ფუნქციონირებას. ასევე არის გარკვეული ცნობები, რომელიც ნაკლებად ცნობილი არის ფართო საზოგადოებისათვის და ის სწორედ ხელნაწერებში არის დაცული. მაგალითად, აქ გამოფენილი არის ავჟანდაძეთა სასისხლოს სიგელი. მართალია ეს სიგელი შეიცავს ხალხურ თქმულებას, მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტია თავისთავად, რომელიც მოგვითხრობს დავითის შესახებ, როდესაც აშენებდა გელაც, იგი გადმოვარდნილა გალავნიდან, მძიმედ დაშავდაო, საბუთი ასე გვეუბნება, 305 ექიმი მოიყვანესო და ვერავინ უშველაო. ბოლოს თქვეს, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ უშველი და თუ კი ჩააწვენენ ირმის რძეში და აი ყოფილა ვიღაც ავჟანდაძე, ამ ავჟანდაძეების წინაპარი, ვისაც ეს დოკუმენტი მიემართება, რომელსაც ყოლია 12 მეწველი ფურირემი და აი სწორედ მას მიუცია ირმის რძე მეფისთვის, რასაც გადაურჩენია დავითი. აი ესეთი ფოლკლორული ცნობები მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ დოკუმენტში არის შემორჩენილი. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი ძლიერ პოლიტიკურ ფიგურასთან ერთად იყო დიდი ქრისტიანი და უდიდესი სულიერების მატარებელი მეფე და პიროვნება. ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის ის საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა. ექსპოზიცია მიზნად ისახავს მისი ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობის წარმოჩენას. საქართველოს მართლმადიდებელი სამოცშვილო ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს 8 თებერვალს აღნიშნავს. ჩვენს გამოფენაზე გამოტანილი არის დიდი სჯულის კანონის და რუის ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაც. ამასთანავე ყველაზე მეტყველი ჩემთვის პირადად და ალბათ საზოგადოებისთვისაც არის გალობანი სინანულისანი, რომელიც დავით მეფემ დაწერა. და სხვათა შორის საინტერესოა ეს ხელნაწერი იმითაც, რომ ის არის ასევე ქართველი მეფის თეიმურაზ მეორის ავტოგრაფი. მის მიერ არის გადაწერილი ქართლის ცხოვრება, რომელიც მოგვითხრობს დავითის შესახებ და რომელშიც შესული არის სხვა მრავალ თხზულებასთან ერთად ერთ-ერთი გახლავთ დავითის უცნობი ისტორიკოსის ცხოვრება მეფით მეფისა დავითისა, სადაც თავიდან ბოლომდე არის აღწერილი მეფის მოღვაწეობა და ჩვენი ერთადერთი ძირითადი წყაროს სწორედ გახლავთ მეფე დავითის ცხოვრების ეს ნაწილი. ამასთანავე თვითონ ეპოქის ამსახველი ხელნაწერებიც არის გამოტანილი. ერთ-ერთი შესანიშნავი ხელნაწერი ეს გახლავთ გელათის კატენებიანი ბიბლია, რომელიც გამოფენილი არის. რას ნიშნავს კატენებიანი ბიბლია? მას ტექსტ გარშემო არშიებზე დაუყვება განმარტებები. იქვე არის განმარტება მოცემული იმ ტექსტისა, რომელსაც შეიცავს ესა თუ ის ფურცელი. თავად ხელნაწერი და აი ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო არის ის წარმოაჩენს ამ პერიოდის საღვთისმეტყველო ფილოსოფიური აზროვნების დონეს ქართული საზოგადოებისა. გამოფენის პარალელურად ტარდება საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებიც განკუთვნილია დაწყებითი და საშუალო საფეხური სკოლის მოსწავლეებისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი ექსპოზიციის ხილვას დამთვალიერებელი 20 თებერვლის ჩათვლით შეძლებს.
საქართველოს ეროვნული არქივი 2025 წელს ახალი მასალებით შეივსო. ფონდებს გასულ წელს შეემატა, მათ შორის 46594 საარქივო საქმე, 116 კინოფილმი, 2954 ფოტოსურათი, 150 აუდიო ჩანაწერი, პერიოდული გამოცემების 746 ნომერი, 15 წიგნი და 3 რუკა. წერილობით დოკუმენტებს შორის არის როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, ისე კერძო არქივებიდან მიღებული მასალა, რომელიც ასახავს ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულს, ასევე საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას. ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირებისა და საქმის წარმოების განყოფილების უფროსმა დალია ეჯიბაძემ საარქივო ფონდებში მიღებული მასალების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 2025 წელს საქართველოს ეროვნული არქივი შეივსო საკმაოდ საინტერესო და მდიდარი მასალის, როგორც ქაღალდისფუძიანი დოკუმენტებით, ასევე კინო, ფონო, ფოტო დოკუმენტები, საინტერესო დოკუმენტები შემოვიდა ცენტრალურ საისტორიო არქივში. ეს არის მე-19 საუკუნის ხელნაწერი დოკუმენტები. ასევე ძალიან საინტერესო კარტოგრაფიული მასალა მივიღეთ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. ეს არის კარტოგრაფიული რუკები, რომელიც შედგენილია უცხოელი სპეციალისტების მიერ, მათი თვალით დანახული საქართველო, სოხუმის სანაპირო, ასევე ძალიან საინტერესოა და უნდა გამოვყოთ აუცილებლად შარშან ჩვენ მივიღეთ საქართველოს სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის მასალები. ეს არის კვლევები ჩატარებული საქართველოს ტერიტორიაზე. ეს კვლევები ჩატარებულია როგორც უცხოელი სპეციალისტების დაკვეთით, ასევე აქვე საქართველოში და ეს კვლევები არის ჩატარებული 1893 წელს, 99 წელს, მაგალითად საქართველოს ოქროს საბადოებზე ჩატარებული კვლევა, ტყვარჩელის ნახშირის საბადოებზე, თბილისის ჩრდილოეთით კვარცის საბადოებზე. უნიკალური კვლევითი მასალებია, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შემოდის არქივში, აუცილებლად გადის დეზინფექციას ლაბორატორიაში. გვაქვს ძალიან კარგი მდიდარი ლაბორატორია, სადაც ხდება ამ დოკუმენტების აღდგენა, რესტავრაცია. ასევე ჩვენთან ყოველწლიურად ტარდება საქმეების, ასევე ეძახით არსებობისა და მდგომარეობის შემოწმება, რა პროცესშიც ხდება შესწავლა აქ დაცული დოკუმენტების და თუ რომელიმე დოკუმენტს გაუჩნდა რაიმე საშიშროება, ის მაშინვე ჩადის ლაბორატორიაში, ხდება მათი აღდგენა, დეზინფექცია, ისევ ახალი და ისევ უბრუნდება საცავებს. როგორც ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირებისა და საქმის წარმოების განყოფილების უფროსმა დალია ეჯიბაძემ აღნიშნა, კინოარქივი გამდიდრდა დოკუმენტური ფილმებითა და კინოჩანაწერებით. ასევე არის სცენები კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებიდან. მისი თქმით, ამიერიდან არქივის ფონო კოლექციაში იქნება დაცული საოპერო მომღერლების, დავით გამრეკელის, მერი ნაკაშიძის, მედია ამირანაშვილის მიერ შესრულებული არიები და ფონდ ქართული გალობის მიერ გამოცემული ფოლკლორული სიმღერები. გარდა ამისა, არქივისათვის გადაცემულ ფოტოებს შორისაა ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების ამსახველი კადრებიც. ეროვნულ არქივში გვაქვს სამეცნიერო განყოფილება, რომელიც გამოცემს ასევე საინტერესო გამოცემებს ჩვენთან დაცული დოკუმენტების შესახებ და მოქალაქეებს უჩნდებათ სურვილი, რომ ჩაგვაბარონ თავისი დოკუმენტები, კინო დოკუმენტები ჩაგვაბარეს უფასოდ თუთფერიძემ, ლევან კიტიამ, ბევრმა პიროვნებამ, რომელიც გვაბარებს მათ მიერ გადაღებული ფილმებს. ხშირად ჩვენ იქეთაც ვუწევთ მომსახურებას, რა ფილმებსაც გვაბარებენ, უმზადებთ მათ ელექტრონულ ასლებს და ამით ვაინტერესებთ პიროვნებებს, რომ ჩაგვაბარონ ეს დოკუმენტები. კვებითი ნეოფობია – ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბავშვი თავს არიდებს ახალი საკვების გასინჯვას. რა არის ამის გამომწვევი მიზეზი, როდის ვლინდება და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება? ამ საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი, ნუტრიციოლოგი ნინო თოთაძე. როგორც მან აღნიშნა, მეცნიერები, რომლებიც შეისწავლიან ნეოფობიას, გამომწვევ მიზეზად სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ. როდესაც ჩვენ საუბრობთ კვებითი ნეოფობიაზე, ეს არის პროცესი,
რომელიც ძირითადად გამოწვეულია განსაკუთრებით ახალი საკვების შეთავაზების დროს ბავშვის უარის თქმით. მან უკვე იცის ეს უნარი, რომ შეუძლია რაიმეზე თქვას უარი და თქვა რაც მე იყოს მისთვის მისაღებეს არის საკვები, ტანსაცმელი, სათამაშო თუ ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს საკითხი მსოფლიოს დონეზე ძალიან ბევრი მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი კვლევის საკითხს წარმოადგენს და შესაბამისად თქვა პირველი მიზეზი შეიძლება სწორედ იყოს დასახელებული, რომ ეს არის ბავშვის უნარი. თქვას უარი. მეორე, მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ასევე ოჯახის კვების მოდელი, რამდენად იზიარებს ბავშვი ამ სიტუაციას და მესამე შეიძლება იყოს ასევე გენეტიკური ფაქტორიც კი. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ კვებით ნეოფობიაზე ვსაუბრობთ, ხშირად მშობლები ამბობენ, რომ საბავშვო ბაღში კარგად იკვებება, მაგრამ სახლში იგივე პროდუქტი მისთვის არ არის მისაღები. ამ თქვათ მეგობრებთან სტუმრობის დროს ეს თუ ის პროდუქტი მისთვის მისაღებია, მაგრამ არა სახლის პირობებში. რა თქმა უნდა, ეს პროცესი, როცა ჩვენ ასაკობრივი ჭრილით რომ ჩავშალოთ, ძირითადად დამახასიათებელია 2-დან 3 წლის ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა შესაძლებელია გაგრძელდეს დაახლოებით გამონაკლის შემთხვევაში 10 წლის ასაკამდეც კი. რა თქმა უნდა, ყველა ჩამოთვლილი ფაქტორებიდან მაინც განსაკუთრებული წამყვანი მნიშვნელობა ძირითადად ენიჭება სწორედ 6 თვიდან 2 წლის ასაკამდე პერიოდს, როდესაც მნიშვნელოვანია გადადის რა ბავშვი დამატებით კვებაზე და ის იწყებს მრავალფეროვან კვებას, ყოველთვის შეთავაზებულ იქნას მრავალფეროვანი საკვები, თუნდაც 8-10 ეპიზოდიც კი იმ ჯგუფიდან, რომელსაც ჩვენ ხშირად ვაწოდებთ ხოლმე რეკომენდაციის სახით, ეს არის ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი პროდუქტები და ბურღულეული პროდუქტები. ნინო თოთაძის განმარტებით საკვების შეთავაზება ბავშვისთვის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს, თუნდაც ვიზუალური ცვლილებით. როგორც პედიატრმა აღნიშნა, დაინტერესება უნდა მოხდეს ყოველგვარი იძულების გარეშე. მან ამ მიმართულებით მშობლებისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის სახით აუცილებელია პირველი, რომ შევთავაზოთ ხშირად ესა თუ ის პროდუქტი, როგორც აღნიშნეთ, თუნდაც ეს იყოს 8 ეპიზოდიც კი და შეუცვალოთ მას თუნდაც მომზადების წესი, ფორმა. მაგალითად, თავისუფლად შეიძლება რომ მშობლება ამ შემთხვევაში კი ესეც დროის მენეჯმენტს მოითხოვს, მაგრამ უფრო მეტად ითამაშონ გარკვეულ პროდუქტზე. მაგალითად, ომლეტის მომზადების დრო თავისუფლად შეიძლება ჩერი პომიდორი გამოყენებული იყოს, როგორც თვალები, მწვანე ხახვი, როგორც ვთქვათ, თმა, რაც ბავშვს აძლევს უფრო სიახლით დაინახოს, უფრო ხალისით დაინახოს ეს პროდუქტი და მისი ვიზუალიზაცია ბევრად უფრო მისაღები გახდეს ბავშვისთვის. ასევე მნიშვნელოვანია კვების სტილთან დაკავშირებითაც რეკომენდაცია. მაგალითად, ტკბილი გემოს პროდუქტი არ მივცეთ დღის განმავლობაში და მიიღოს თქვათ დილით ან საღამოს. როცა ჩვენ საუბრობთ ტკბილი სახის პროდუქტზე, ეს არ იგულისხმება, რომ აქ შაქრით დამატებული პროდუქტია. ეს არის ბუნებრივად ტკბილი პროდუქტები. სპეციალისტის განმარტებით, კვებითი ნეოფობიის დროს რეკომენდებულია ბავშვი ჩართული იყოს პროდუქტის შეძენისა და საკვების მომზადების პროცესში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კვების პროცესის დროს გარემოს შეცვლა.